თბილისის სამინისტრო რადიო იმედზე. თუ არიცით როგორ გაატაროთ ხვალინდელი და ზეგინდელი დღე, თან მithumedes ორი უქმია, მე გეტყვით რომ 29-30 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ეგიდით ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების ფილმების კინოფესტივალი იმართება. ფესტივალს საქართველოს ეროვნული მუზეუმი მასპინძლობს, სადაც წარმოდგენილი იქნება არგენტინის, ბრაზილიის, კოლუმბიის, ეკვადორის, კუბის, გვატემალის, ასევე ჰონდურასის, მექსიკის, იამაიკის, პანამისა და ბელიზის კინოფილმები. და ახლა საშუალება გვაქვს პირდაპირ ეთერში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბატონ დავით ჯალაღანიას გავესაუბროთ. ბატონო დავით, დილამშვიდობისა, მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. ბატონო დავით, მე მგონი მშვენიერი ინიციატივა ადამიანებს ხვალდაზე სრულიად უფასოდ მივცეთ შესაძლებლობა დაესწრონ ამ ფესტივალს და ისი ამოუნონ მithumedes ისეთი ქვეყნების ფილმებით, რომელიც უკვე დავაანონს და წარმოდგენილია. იქნებ მეტი ინფორმაცია მოგვაწოდოთ ამ ღონისძიების შესახებ. დიდი მადლობა პირველ რიგში მხარდაჭერისთვის და იმ შესაძლებლობისთვის, რომელიც გვეძლევა რომ ფართო აუდიტორიას ვაცნობოთ მართლაც ამ შესანიშნავი ღონისძიების თაობაზე, ამ ინიციატივის შესახებ. თქვენ სწორად ბრძანეთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ეგიდით ტარდება პირველად ლათინური ამერიკის და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების კინოფესტივალი, რომელიც ასე ვთქვათ, რომელსაც უმასპინძლებს თავისუფლ საქართველოს ეროვნული მუზეუმი. მნიშვნელოვანია, რომ კინოფესტივალი და მასზე დასწრება, ასე ვთქვათ, თავისუფალია. ფილმები გაიმართება და ჩვენება მოხდება მათ ორიგინალ ენაზე და იქნება აღჭურვილი ინგლისურენოვანი სუბტიტრებით. მე მინდა ნამდვილად ხაზი გაუსვა იმას, რომ საზოგადოებრივ ლათინური ამერიკა, კარიბის ზღვის აუზის ქვეყნები ეს მხარე მთლად ცნობილი არ არის ფართო საზოგადოებისთვის. ამ დროს გამოირჩევა ნამდვილად თავისთავადი, ეგრეთ უნიკალური კულტურით, ისტორიით და მათ შორის ისეთი თანამედროვე ხელოვნების დარგში მიღწევებით, როგორც არის კინოინდუსტრია და ფილმები. ამდენად მე ასე ვთქვათ, მინდა წინასწარ მივუძოთ საქართველოს საზოგადოებას და ინტერესებულ მაყურებელს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომ მათ ექნებათ 2 დღის განმავლობაში საკმაოდ, ასე ვთქვათ, საინტერესო და შინაარსიანი ალტერნატივა, რომ ასე ვთქვათ, თავიანთი საღამო, ანუ უბრალოდ თელი დღე დაიკავონ. ეს არის, ასე ვთქვათ, მინდა ხაზგასმით აღნიშნო, ამ ფილმებს შორის არის ფილმები, რომლებიც თავის დროზე წარდგენილი იყო რამოდენიმე საერთაშორისო კინოფესტივალზე და მათ შორის ისეთ პრესტიჟულზე, როგორც არის ოსკარი, საუკეთესო წლის უცხოური ფილმების კონკურსზე. ამდენად ეს არა მარტო, ასე ვთქვათ, შესაძლებლობა არის, რომ მართლაც ესეთი მრავალფეროვანი თავისთავად ლათინური ამერიკის და კარიბეთის აუზის კინოხელოვნებას ეზიარონ ჩვენი თანამემამულეები, არამედ მართლაც გაიცნონ ის მიღწევები, ის დონე, რომლითაც საერთაშორისო, ასე ვთქვათ, კინო ცოდნიები და კინოსაზოგადოება. გასაგებია. ბატონ დავით, დამეთანხმებით, რომ კულტურის ენა უნივერსალური ენაა, რომელსაც შეუძლიათ ქვეყნებს, თქვათ, საერთო გამოძებნონ და თქვათ, მოხდეს მათ შორის რაღაცნაირად ისეთი სერიოზული კომუნიკაცია და კავშირი. მე მინდა ვისაუბროთ, თქვათ, სტუმრებზე, თუ ველოდებით ამ ფესტივალის ფარგლებში და კონკრეტულად რომელი ქვეყნებიდან და ვის ველოდებით? სტუმრები როგორც ასეთი არ რა თქმა უნდა, ასე ვთქვათ, თვითონ ამ ქვეყნებიდან სტუმრები არ იქნებიან, ანუ თქვენ გულისხმობთ თვითონ ან ავტორებს, ან ხელოვნების წარმომადგენლებს, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ამ ღონისძიებას წინ უსწრებდა ალბათ საზოგადოების განკომანაცება მაინც მიაქცია ყურადღება საქართველოს არგენტინას შორის მორიგი პოლიტიკური კონსულტაციები, იყო წარმომადგენლობითი დელეგაცია და 24 აპრილს მოხდა ამ ღონისძიების ოფიციალური გახსნის ცერემონიალი არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციის მონაწილეობით, ხოლო რაც შეეხება უშუალოდ ამ დღეებში წარმოდგენილი იქნებიან, რა თქმა უნდა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. მე მინდა ხაზგასმით აღნიშნო, აქვე და მადლიერების დროებით მოვიხსენიო ჩვენი პარტნიორები,
ასე ვთქვათ, ისე როგორც საქართველოს საელჩოები ამ ქვეყნებში, სადაც ყავს რა თქმა უნდა, ასევე ჩვენი პარტნიორი ქვეყნების საელჩოები, მათ შორის არარეზიდენტები, ძირითადად, რომ საქართველოს ფაქტიურად მარტო ბრაზილიის საელჩოა, რომლებმაც ნამდვილად დიდი წვლილი შეიტანეს ამ ღონისძიების წარმატებით განხორციელებაში და მოგვაწოდეს ეს ასლები. მნიშვნელოვანი იქნება, რომ ამ ღონისძიებას ჩვენი ინფორმაციით და მინდა ასევე მისამართი და მოუწოდო ესპანური ენის შემსწავლელი სკოლებისა და სტუდენტების მონაწილეობას. მათთვის ეს იქნება ნამდვილად კარგი პრაქტიკა და ალბათ ერთგვარი დამატებითი შესაძლებლობა ენის ცოდნის გაზრდას. და ბოლოს ბატონო დავით, რომელ საათზე დაიწყება ღონისძიება და სულ რამდენი ფილმის ჩვენებას გქონდათ? ყოველ დღე დაიწყება როგორც წესი 11 საათზე, ეს განხორციელდება კინოდარბაზ აუდიტორიუმში, ფუქსელაძის ქუჩიდან არის შესასვლელი და ასე ვთქვათ, იქნება 11-ზე, პირველზე, 3 საათზე, 5-სა და 7 საათზე. ასე ვთქვათ, ყოველ დღე არის დაგეგმილი 5 ფილმის ჩვენება. ძალიან კარგი. წარმატებები მინდა გისურვოთ თქვენს და ბუნებრივია ფესტივალსაც. მე დარწმუნებული ვარ, რომ ნამდვილად შეძლებს ჩვენი მსმენელი და აუცილებლად შემოერთდება ფესტივალს და მიიღებს მონაწილეობას მაშინ, მით უფრო რომ დასწრება სეანსებზე არის სრულიად უფასო. დიდი მადლობა და მეც მოუწოდეთ ჩვენს თანამდებობებს, ჩვენს დედაქალაქის სტუმრებს, რომ მოიყენონ ეს შესაძლებლობა და დაესრულონ და ისეამონ. დიდი მადლობა ბატონო დავით. მე მსმენელს შევახსენებ, რომ პირდაპირ ეთერში ვესაუბრებოდით საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიას. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ სწორედ ხვალდაზეგ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ეგიდით ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების ფილმების კინოფესტივალი იმართება. ფესტივალს ეროვნული მუზეუმი მასპინძლობს და ჩვენ ბატონმა დავითმა გითხრა, რომ სეანსები დაიწყება 11 საათზე ხვალდაზეგ, სადაც წარმოდგენილი იქნება არგენტინის, ბრაზილიის, კოლუმბიის, ეკვადორის, კუბის, გვატემალის, ასევე ჰონდურასის, მექსიკის, იამაიკის, პანამისა და ბელიზის კინოფილმები. ვისაუბრეთ იმაზეც, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვეყნები შეიძლება და მათი შემოქმედება დიდად ცნობილი არ იყოს ჩვენი საზოგადოებისთვის, მაგრამ აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ფილმს მონაწილეობა აქვს ავტორიტეტულ ასე ვთქვათ, საერთაშორისო ფესტივალებში და მათ წარმატებებიც აქვთ მიღწეული. შესაბამისად, მე მგონი კარგი იქნება საზოგადოებამ სრულიად უფასოდ ნახოს, შეაფასოს და შემდეგ უკვე საკუთარი, ვთქვათ, აზრი ჩამოუყალიბდეს ამ საკითხთან დაკავშირებით. მოკლედ მიბრძანდით ხვალ 11 საათიდან ეროვნულ მუზეუმში და ნახეთ დღის განმავლობაში, როგორც უკვე შევიტყვეთ, 5 სეანსი გაიმართება და დარწმუნებული ვარ, რომ უქმეების, ვთქვათ, დაგეგმვა, როდესაც სწორედ ახლა ხდება, რაღაც დროს შეიძლება რომ დაამტყუოთ და კულტურული, ვთქვათ, რაღაცა პატარა სეანსიც გამოგივიდეთ. ოჯახებთან ერთად შეგიძლიათ რომ მიბრძანდეთ და დაესწროთ ამ ჩვენებებს. თბილისის სამინისტრო რადიო იმედზე